გერმანიის ბუნდესტაგის წევრი კრისტოფერ ბერგნერი თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ასურეთს ესტუმრა. ასურეთი ძველი გერმანული სოფელია და დღემდე ინახავს გერმანიაში არსებულ კულტურულ წესჩვეულებებს. კრისტოფერ ბერგნერმა სოფელი ასურეთი მხარის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა. გვირგვინში ემკო ძველი გერმანული სასაფლაო, რის მერეც ადგილობრივებს გაესაუბრა და გერმანული ღვინის მარნები დაათვალიერა. როგორც ადგილობრივი ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს არის დასაწყისი იმ საერთო გეგმის, რაც გერმანიასა და საქართველოს გერმანულ სოფლებთან დაკავშირებით აქვს დაგეგმილი. უახლოეს დღეებში კი ის ბოლნისის რაიონს ესტუმრება, სადაც ძველი ბოლნისის რეაბილიტაცია და მუზეუმის მშენებლობაა დაგეგმილი. ასურეთში იწყება ასეთი მეგობრობის საფუძვლის ჩაყრა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემები გვაქვს დაგეგმილი ბოლნისშიც. მოგეხსენებათ, რომ ბოლნისიც ასევე გერმანული ქალაქი იყო და იქ ვაპირებთ, რომ ასევე მუზეუმი გავაკეთოთ, იმ მუზეუმში იყოს ექსპოზიცია იყოს. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. საქართველოს და გერმანიას აქვს ახლო კონტაქტები. 2017 წელი ჩვენთვის საიუბილეოა. ჩვენ აღვნიშნავთ ჩასახლების წლისთავს და უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ. ჯერა რომ კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები.